ამბროლაურში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი ეკურთხა. ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოილოცა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეკლესიას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ტაძარში შეკრებილები და სრულიად საქართველოს დალოცა. მან ტაძრის ქტიტორს მშენებლობაში მონაწილე თითოეულ პიროვნებასთან ერთად განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გოჩა ენუქიძეს მადლობის სიგელი გადასცა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მრევლი დილიდანვე შეიკრიბა. პირველი სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა აღავლინა. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი ელიზბარ სოფრომაძე დადგინდა. ტაძრის აღმშენებლობითი პროცესი 8 წლის წინ გოჩა ენუქიძის ქტიტორობითა და აცგარდაცვლილ ნიკორწმინდელ მიტროპოლიტ ელისეს ლოცვა-კურთხევით დაიწყო. ცენტრალურ გუმბათოვანი ეკლესია შუა საუკუნეების არქიტექტურული სტილით აიგო. სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი კირქვით შესრულდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტაძრების შემკულობის მიხედვით მრავალფეროვანი ორნამენტებით გამშვენდა. მე ხელმძღვანელობ ხოლმე ძირითადად შუა საუკუნეებს და ახლობით მე-11 და მე-12 საუკუნეებს. რომელიც არის გამშვენებული დეკორით, ლილვებით, ჩუქურთმებით, საკმაოდ მრავალფეროვნად. და ესეთი დამახასიათებელი არის, რაც ჩვენს ქართულ არქიტექტურაში მოგეხსენებათ, არის გამორჩეული პერიოდი მე-11-მე-12 საუკუნეები, რომელიც ჩამოაყალიბა ქართული ხუროთმოძღვრების სტილი, ჩამოაყალიბა სამთავისით ტაძარმა და იქიდან მომდინარეობს უკვე ესეთი სტილი, ასეთი ფორმები, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ხოლმე ბეთანია ქვათახევის ჯგუფს. როგორც მოგეხსენებათ, აქ იყო ძველი ეკლესია და მის ადგილზე აშენდა ეს ახალი ეკლესია. დიდი მოლოდინი იყო ამ ეკლესიის გახსნის, როგორც ადგილობრივი, ასევე სტუმრებისათვის. რუსეთ-საქართველოს ომი, ასევე ცნობილი როგორც 2008 წლის ან უბრალოდ როგორც აგვისტოს ომი, ამ ტრაგიკული მოვლენიდან 8 წელი გავიდა. დღეს თითოეული ქართველის გულში ორმაგი ემოციაა. ერთი მხრივ ომს შეწირული გმირებით გამოწვეული ტკივილი და მეორე მხრივ სიამაყე, რომლის განცდის უფლებასაც ჩვენი ვაჟკაცების გმირული ისტორიები გვაძლევენ. ამ დღეებში მთელი საქართველო აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს და მათ სულებს პატივს მიაგებს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მზარდი დაძაბულობისა და ინციდენტების შემდეგ 2008 წლის 7 აგვისტოს ღამეს ქალაქ ცხინვალსა და მის შემოგარენში ბრძოლები დაიწყო. შეიარაღებული დაპირისპირება 5 დღეს გაგრძელდა. მან ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას დიდი ნგრევა და მთელი რიგი ქალაქებისა და სოფლების სრული განადგურება გამოიწვია. როგორც ცნობილია, რუსეთის თვითმფრინავებმა 5 დღის განმავლობაში 36 სამიზნეზე 400-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანეს. მარტო 9 აგვისტოს კი 120 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. 12 აგვისტოს საქართველომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. რუსული აგრესიის შედეგად ჩვენმა ქვეყანამ 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და შეიარაღებული ძალების 170 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში ამ ტრაგიკულ დღეებს საქართველო კვირეულს უძღვნის, რომლის ფარგლებშიც დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის ისტორიული მოვლენა, რომელსაც ქართველი ერი წელიწადში ერთხელ იხსენებს. აგვისტოს ცხელი და სისხლიანი დღეების ქრონიკა თითოეულ ქართველს მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება. არ დაავიწყდებათ ის გმირები, რომლებიც სამშობლოს შეეწირნენ და არც მათი ვაჟკაცობის მაგალითები, რომლებზეც შემდგომ მომავალი თაობები აღიზრდებიან.
ქუთაისში ნიკიას ქუჩა ნომერ 21-ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში 96 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები პირადად გადასცეს და ახალ მოსახლეობა მიულოცეს. რეაბილიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 2587-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. ოჯახები, რომლებიც საკუთრების მფლობელები პირველ ეტაპზე გახდნენ, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩნენ. 96 ოჯახს გადაეცა დღეს ბინები ქუთაისში ნიკიაზე. ესეთი რთული კორპუსი გამოდგა, მე როცა მოვედი უკვე აქ იყო პრობლემები მშენებლობაში, რაღაც პერიოდი მოგვიხდა გაჩერება, საბოლოოდ ძალიან კარგი მშენებელი შემოვიდა, რომელმაც დაამთავრა პროექტი თავიდან ბოლომდე და 96 ოჯახმა, მათ შორის უმრავლესობა არის 72 ბინა არის სამოთახენები, მიზემა ახალ მოსახლეობა და ეს არ არის ყველაფერი ქუთაისში წლის ბოლომდე ასევე 400-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. საქართველოს თავობა აგრძელებს დევნილთათვის ბინების გადაცემის პროცესს, დღესაც ვესწრებით ზუსტად ამ ბედნიერ და ლამაზ დღეს და მთელ ყველას ულოცავ ახალ მოსახლეობას. მართალია იძულებით ქვია და დავტოვეთ ჩვენი საცხოვრებელი, მაგრამ მაინც ვაქვს იმედი იმისა, რომ მომავალში დაბრუნდებით და ეს რაც დღეს ამ სიხარულის ვიზიარებთ ჩემი ოჯახი და ჩემს ირგვლივ ყოფილი ყველა, მადლობის მეტი რა გვეთქვეს. ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა. პერსონალის სამუშაო პირობებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორი დავით ტორუა ადგილზე გაეცნო. ახალ გარემონტებულ შენობაში ექიმებისთვის, ექთნებისა და მძღოლებისთვის ცალკეა გამოყოფილი მოსასვენებელი და სამუშაო ოთახები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ოზურგეთის რაიონული სამსახური გადმოვიდა ახალ კეთილმოწყობილ შენობაში, სადაც შესაბამისი პირობები არის შექმნილი ჩვენი თანამშრომლებისთვის. მანამდე აღნიშნული სამსახური იყო განთავსებული კერძო კომპანიის ფარჩი, სადაც სულ 3 ოთახი ჰქონდათ და შესაბამისი პირობები არ გააჩნდათ. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება თვითონ ცენტრის მუშაობაზე. Გამოვძებნეთ ყველაზე საუკეთესო ფართი, რომელიც გადავეცით უვადო უზრუნველთით სასწრაფო სამედიცინო სამსახურს და დღეს ოფიციალურად მოხდა გახსნა და ოფიციალურად მოხდა გადაცემა აღნიშნული სამსახურისთვის აი ამ გარემონტებული ფართის. შენობა არის არაჩვეულებრივი იმ კუთხით, რომ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რათა ექიმებმა და პერსონალმა მთლიანად დაისვენონ და მოემსახურონ მოქალაქეებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს კამარას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უმაღლესი დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ და შპს კამარას ხელმძღვანელმა დავით მაჭავარიანმა მოაწერეს. კომპანია კამარა უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცემს ქვაში გამოკვეთილ გერბს, რომელიც პირველი კორპუსის ფოიეში განთავსდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა ეძლევათ უნივერსიტეტის ლოგო ბუნებრივ მასალაში გამოსახონ. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გამოცდილების გაზიარებას, სასწავლო პროგრამების დახვეწას, ერთობლივი ლექციების ჩატარებას და გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს უნივერსიტეტსა და საწარმოში. მემორანდუმი გულისხმობს ჩვენს თანამშრომლობას, ერთობლივ პროექტებს, პროფესიული თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტებზე, ახალგაზრდა მომავალ სპეციალისტებთან მუშაობას და მათთან ერთად მათი სამომავლო ცხოვრების დაგეგმვასაც, ერთობლივ ლექციებსაც, გაცნობითი ხასიათის ვიზიტებსაც უნივერსიტეტში და თვითონ საწარმოში, რაც მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით ან უკვე მუშაობენ, ან გეგმავენ მუშაობას. გვაქვს პატივი, რომ გავაფორმოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ეს მემორანდუმი. და დაგვიხარია მთელს კოლექტივს, მთლიანად ყველა რცელ კომპანიას, რომ გვაქვს საშუალება გავაკეთოთ ის, რაც ჯერ არ გაუკეთებიათ, უნივერსიტეტის ლოგო გამოვსახოთ ბუნებრივ მასალაში, ბუნებრივ ქვაში.
კულტურის სამინისტროს პროექტი შემოსაზღვრე საქართველო გრძელდება. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ამჯერად განმუხორში გაიმართა. ვაჟა-ფშაველას 155 წლისთავთან დაკავშირებით მწერალმა მიხო მოსულიშვილმა პოეტის შესახებ ლექცია წაიკითხა. კულტურული პროცესების განვითარებისა და კულტურათა შორისი დიალოგის მნიშვნელობაზე მწერალმა ანა კორძაია სამადაშვილმა ისაუბრა. მოეწყო მხატვრულ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და მის სცენარისტთან მწერალ გურამ მეგრელიშვილთან დისკუსია გაიმართა. კულტურის სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული და მხარს უჭერს იმ პროექტებს, რომლებიც გულისხმობს კონფლიქტით დაზარალებულ და საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრები მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვას, იმ ახალი ტენდენციების გაცნობას, რაც ჩვენი ქვეყნის კულტურაში ხდება. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ დღესგან მუხურში ვართ, სადაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა ჩამოვიტანეთ. ჩვენთან ერთად ქართველი მწერლები ჩამოვიდნენ, გათვალისწინებული არის მათთან დისკუსია. სრული მოულოდნელობა იყო ჩემთვის ეს სახლზე დარბაზი, იმიტომ რომ აშკარად ცხელა. მოულოდნელი იყო ამდენი ახალგაზრდის ნახვა, რომელიც საკუთარი ნებით მოვიდა ვიღაცა გაუგებარი ბიძიების და დეიდების მოსასმენად. და ძალიან მაგარია სინამდვილეში სრულიად შესანიშნავი შეგრძნება, როდესაც დარბაზში გადაიხედავ და აღმოაჩენ რომ სხედან შენიანები, რომელსაც შეიძლება აქამდე არ იცნობდი, მაგრამ მაგარი შენიანები არის. ჩავდივართ გამყოფი საზღვრისპირა სოფლებში და მოსახლეობასთან ჩაგვაქვს სიახლეები. დღეს ჩვენ ჩამოვიყვანეთ თანამედროვე ქართველი მწერალი მიხო მოსულიშვილი, ასევე ანა კორძაია სამადაშვილი და ჩამოვიტანეთ ფილმი თამარ მეფის შესახებ. ეს არის დოკუმენტური მხატვრული ფილმი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრს არ უნახავს და ფაქტობრივად პრემიერა არის ამ ფილმის აქ.